მოგესალმებით, დაბრუნდი ისე მაფია 3-ით, არც ისე უკვე მეამდენი ნაწილი არის, მაგრამ ფაქტია რომ დაბრუნდით. ეხლა მაინტერესებს სადღაც წავიდე და რა იყო ჩემი მისია წინაზე. ხო, როგორც მახსოვს, ამათ უნდა ეს უნდა შემესრულებინა და მოდი ბარემ ეგენი გავაკეთოთ ეხლა ჩვენს. ორი ვიდეო გადავიღეთ წინაზე სხვადასხვა და მეთქი ორივე ესეზე დავდებთქო, მაგრამ ვეღარ მოვიცალე იმისთვის რომ ორივე დამედო, მაგრამ სამაგიეროდ დღეს დავდებ ორ ვიდეოს. ამას დავდებ ეხლა, არა, ამის წინა ვიდეოს დავდებ დღეს ოთხშაბათს. ამასაც ალბათ საღამოს დავდებ ოთხშაბათს და ხუთშაბათს ხომ მუშაობ, სამშაბათ, კი არა, პარასკევს მე კიდე გადავიღებ ალბათ ერთთან ორ ვიდეოს. ერთი ისაა, რომ live stream-ის გაკეთება რომ შემეძლო სამთამო ესე უფრო მუღამი იქნებოდა live stream-ს ვიდრე დავუშვით ვიდეოს გადაღებას, მაგრამ live stream-ზე ისეთი რაღაცაა, რომ ცოტა წვალება მომიწევდა სავით და შეიძლება კიდე ლეპტოპმა ვერც გამიკაჩოს რომ ეს live-ში გავუშვა და მაგიტომაც დიდად არ ვიწუხებ რა თავს live-ით. და ვიდეო როცა გადაღებული ცოტა უფრო რაღაცნაირად კომპაქტური არის რა, ყველა ვიდეო რაღაც ერთ პლეილისტში არის თავმოყრილი, თან ვიდეოების სახით არის გადაღებული და ვიდეოების სივრცეში რო გადახვალ, აქედან წასულიყავი. იქვე გიგდებს რა და ლაივი რო გავაკეთო, ეხლა მეგონი ლაივებში უნდა გადავიდეს, ვისაც ნახვა უნდა ვიდეოსი, რომ მერე ეგ ლაივი ნახოს. ხო და რა ვიცი. ალბათ რაღაც ვერ ახსენე კარგად, მაგრამ მაინც. თან ეხლა კიდე დავიწყე ასე თუ ისე რაღაც ვარჯიშებიც, ასე თუ ისე კი არა დავიწყე რა. მომბეზრდა სულ ერთ და იგივეს კეთება და სულ სახში ყოფნა. ხო და მეთქი ატომაც არა, მაგრამ რაღაც გავაკეთებ და ცოტა გარეთ გავალთქო. ფეხები კი ვიტკინე სირბილესოს, მაგრამ ეგ არაფერი გამივლის დაახლოებით ერთ კვირაში ალბათ შეიძლება ერთი კვირაც არ დამჭირდეს და მე უკვე მოვიხოდები ნენელა. ადრე რო დავარბოდი, ვინც უყურებს ჩემს მეორე არხს, იქ ეცოდინება ძიმე კაცი ქვია მეორე არხს. მიჩვეული მქონდა რა ფეხები უკვე და იმდენად აღარ და სირბილის როსაც კიდე პრობლემა არ იყო არაფერი, მაგრამ ეხლა რო არ მერბენია ძალიან დიდი ხანი არის და უკვე ცოტა პრობლემები მექნება ფეხებზე, მაგრამ არაფერი. კაი, შევიდე ხა აქ და ვნახოთ რა იქნება და როგორ იქნება თუ შევედი საერთოდ. როგორ ჩანს გვერდითი რაღაცა უნდა ვნახოთ. შეიძლება აქედან სადმე შესასვლელი იყოს. არ ვიცი, მაგრამ ვნახოთ. დიდი ვარაუდით, კი ვიარე. აღარ მახსოვს ეხლა სიმართლე რო გითხრათ, რა ხდება აქ. ერთი ვიღაცა ქალი რო იყო, ეგ კი მახსოვს. ჩვენ რო კიდე ძველ ადგილზე მივედით, ეგეც მახსოვს. მაგრამ აქ რა ხდება? მოიცა როგორ იყო აქ? ვუთი არის, ხო? ხო, ვუთს დახმარებით არის. ეს რაღაცა Silent Hills მაგონებს თითქოს რაღაცნაირად. ეს დავიჯერო გვერდითი მისია არის ეს პრინციპში? რომ თავარ მისიას თითქოს და არ გავს. გაიწიო. მე ვეუბნებოდი კაცო მაგას. ნარკოტიკები არის და ჩემს თავთან თამაშობს რა და რაღაცებს მაჩვენებს აქო. ეტყობა ისა მარიხუანას სუნი არის რაღაც ეგეთი. კაი, რა ხდება ახლა აქ? ჩვენ ყველა ვართ დალოცვილები, დამცველი და წამძღოლი პერე სანგლატი და მისი რაღაც ღვთაებრივი ნათება. რა არის ეს? მოდი ვნახოთ. დაარტყება მინდა თუ წააქცევ. ფოტოს ულებს. რაღაცა აქვს მუსელშიო. რიტუალის მეგონი ჭიქა არის რაღაც ეგეთი. ეხლა გადავჭამე და ნერწყვს ყლაპავ ძლივს. კაი, ამასაც ფოტო უნდა გადავიღო მეგონი. აბა. ანასაც აქვსო, მაგას გავსო რა, ტატუო რაღაც. მეგონი საკმარისი მაქვს. კაი, წავით. ეხლა მოიცა? ეს რა არის? ეს უნდა ვატრიალოთ? ბავშვის საჩუქარი არისო? კაი, დადი. წავით ახლა ჩვენ. თუ მეტი არაფერი არა, მაგრამ პრინციპში მაინტერესებს აქ რაები იქნება. არაფერი არა. კაი, წავით. ეხლა ასე მარტივად აქედან ჩვენ არ გაგვუშვებს არავინ დარწმუნებული ვარ რაღაცა მოხდება, მაგრამ მაინც. I can find at the Harless mansion at that old slave auction house. So
რა მარტივად. კაი, ახლა აქ უნდა წავიდეთ. მან არ ვიცი როგორ მოხდება, იმიტომ რომ გზას არ მიჩვენებს ფაქტი არის. მაგრამ მანქანით როგორღაც გადავალ. იმედია რომ გამიშვებს ახლა მან და არ მომიწევს რომ აი კიდე დამატებითი მისიების კეთება რაღაცა RPG თამაშებით, რომ აი ამას თუ არ გააკეთებ, მანდ ვერ მიხვალ, იმას თუ არ იზა, მანდ ვერ მიხვალ და ეგეთ რაღაც სისულელები. კაი, წავიდეთ. სო მიჩვენებს. მაგ შემთხვევაში მივალ ახლა უწევ მანდ. ისე ამას ვფიქრობდი და ვიდეოს გადაღებაც მინდოდა მაგაზე TikTok-ისთვის, რომ აი რამდენიმეს ვუყურებ და ვუყურებ კიდეც ახლა TikTok-ზე ზოგჯერ აგდებს ხოლმე რაღაცა ვიდეოებს, სადაც ხალხი იძახის ეგეთ რაღაცეებს, რომ აი ჩემი top 5 თამაში, რომელიც Steam-ზე მაქვს თამაშები. და ტიპების ავი top 5 თამაშები, რომლებშიც აი 1000-ობით და 100-ობით საათი აქვს დახარჯული არის. რავი, Slime Rancher-ი, რაღაცა ფერმის თამაშები, Stardew Valley, Terraria და ეგეთები, ანუ მე პირადად არ მესმის. შეიძლება მართლა მაგარი თამაშები არის, ან Valheim-ი კიდე და ასე შემდეგ. შეიძლება მართლა კაი თამაშები არის, პროსტა არ მესმის, აი მაგდენ ხანს როგორ თამაშობენ მაგ თამაშებს, ან რა აქვს მაგ თამაშებს ეგეთი, რომ მაგდენ ხანი თამაშობენ. აი რა ვიცი. მე პირადად მგონია, რომ Steam-ი თუ გაქვს მაგდენი ხანი, რაღაცა მოვკალით. აი counter-ი უნდა გქონდეს ნათამაშები ყველაზე დიდი ხანი ან Dota minimum. აი ან counter-ი ან Dota. ეს ისინი არიან, კაცო, აი ამ კლანის რაღაცა წარმომადგენელი ხალხი. ვაი. ამას არ ველოდი, მეგონა რომ მარტო რაღაცა მისიასავით იყო და იმათ გავაქცეოდი, მაგრამ თურმე აქ ესენი ანუ უფრო მეტი ყოფილან და ხელს მიშლინა რომ იქ მივიდე. კაი, არა უშავს, მაგაზე კიდე უფრო ეხლა კარგად შევხედავ რა მაგ ყველაფერს. ხო და მაინტერესებს ანუ თქვენ რა თამაშებს თამაშობთ ან რა თამაშები გაქვთ პირველ ადგილზე, ანუ ყველაზე მეტი საათი რომელ თამაში გაქვთ. მე პირადად ყველაზე მეტი საათი პირველი ეს სადამოწყებია კაცო. მედი აქედან ახლა გავალ მე ჩაულებრივად. სოეგა. მე პირადად counter-ი მაქვს ყველაზე დიდი ხანი რაც მითამაშია, ალბათ რაღაცა 4000 საათამდე იქნება, შეიძლება მეტიც იყოს. მეორე იქნება ალბათ Dead by Daylight-ი. მესამე იქნება Depth-ი ქვია, ესეთი თამაში არის, ადრე ვთამაშობდი ძალიან ბევრს, იმიტომ რომ ჯერ ერთი ხო მაგარი თამაშიც იყო, მაგრამ მე აი მოკვდა თამაში, აი სრულად მოკვდა და განადგურდა. და მეოთხე იქნება ალბათ ან Hunt Showdown-ი, ან Red Dead Redemption-ი. Dead by Daylight-ში რაღაცა 4000 საათამდე მექნება თამაშები როგორც counter-ში ისე. Depth-ში მაქვს 2000 საათი. Red Dead-ში მაქვს თუ არ ვცდები რაღაცა 350 საათამდე, მეგონი 400 საათამდე, ზუსტად არ ვიცი. და Hunt Showdown-შიც იგივენაირად მაქვს, ამდენიც მაქვს Red Dead-ში. ეგ არის ჩემი top 5. მერე უკვე მოდის Far Cry, მერე უკვე მოდის Witcher-ი, მერე კიდე მსგავსი რაღაც თამაშები. სხვადასხვა Witcher-ის დახურვაც მინდოდა, როცა ლეპტოპი ვიყიდე, მეთქი ანუ მეორე ლეპტოპზე არ ვთამაშობდი, იმიტომ რომ ვფიქრობდი, რომ ბარემ თუ ვიყიდი ლეპტოპს ახალს, მოდი ბარემ ახალ ლეპტოპზე ვითამაშებ მაგარი გრაფიკებით ხო, მაგრამ ვერ მოვობი თავი, აი ფიზიკურად არ მაქვს რომ სახლში რომ მოვალ სამსახურიდან საჭმელს ვაკეთებ, რომ იმ დღეს ვჭამო, ანუ იმ საღამოს ვერ და მაგ საჭმელს რომ შევჭამ და მაგას რომ მოვათავებ, მე მეორე დილისთვის ვაკეთებ კიდე საჭმელს იმისათვის, რომ დილას რო ავდგები, უცებ ვჭამო და სამსახურში წავიდე ეგრევე. მე იგივეს ვაკეთებ კიდე და ფაქტობრივად აი ლეპტოპისთვის და თამაშებისთვის დრო თუ არ ვისვენებ მრჩება რაღაცა 1 საათი ან საათნახევარი მაქსიმუმ. შესაბამისად, აი თავს ვერ უდებ რომ ეგენი ვითამაშო. თან მე კიდე დაღლილი როცა ხარ სამსახურიდან მოსული, ანუ story თამაშებისთვის დრო იმდენად მართლა არ გაქვს. ამ მაგ დროს როცა მოდივარ სახლში, უფრო რაღაცნაირად აი მუღამის სავით მაქვს. იქ არის შესასვლელი ვიცი, მაგრამ იქნება რაღაცა არის კიდე აქ. მაგ დროს უფრო მუღამი მაქვს, აი რაღაცა action თამაშების, რომელიც შედარებით უფრო ადრენალინს მომცემს და უფრო რაღაცნაირი იქნება რა. და story თამაშები ისეთი არის, აი უნდა იყოს ასე თუ ისე ისეთ ხასიათზე, რომ ან ისე უნდა მოხდეს, რომ აი არ დაგეძინოს რა ფაქტიურად. თორემ მე ხა ხშირად რო ვთამაშობ story თამაშებს, სიმართლეს გეტყვით და არ მოგატყუებ და ზოგჯერ მეძინება კიდეც. კაი. ხოდა ეხლა რა ვიცი, აი საათობით რო სამსახურში ხარ, რავი 9 საათი და მე სახლში მომოდიხარ და კიდე რაღაცა მსგავს თამაშობ. ხვდებით.
მაგრამ თუ ოდესმე მოხდა ისე რომ სამსახურიდან წამოვიდი და აღარ ვმუშაობ უკვე აი მე უფრო დრო მექნება იმისათვის რომ კარგად ვითამაშო story თამაშები და დავხურო ყველა რისი დახურვაც მინდოდა აი აქ რა ხდება ახლა ალბათ ამათ უნდა გავყვეთ ეგ არ ვიცი სისხლი არის თუ რა არის მაგრამ ალბათ სისხლი იქნება თუ რაღაცა გამოხდა მაინც მსად იყავით მე ზოგადად ესეთ მომენტებში ანუ აი ხო თქვი ესეთ მომენტებში ვიცი ხოლმე რომ რაღაცა უჭველი გამოხდება და მომზადებული ვარ ასევე გამარჯობა სუდო სიზმაროა რა კაი სადამდე ნოვიარო ხა ეს რაღაცა ხო შეიძლება რომ გამოჩნდეს ეს უნდა გავწიო ალბათ საბოლოოდ აქ ვარკვევთ ესე იგი ანას რა ჭირს და ანა ვინ მიიყვანა იქ ამაზე უკეთესი ფანარი შენც კიდე არ ქონდა ეს რა არის Dying Light-ში რო არის ხო იცი საღამოს რომ უნდა გაანათო ეს და თუ რაღაცა ძლიერი ზომბი არის მაგათ რო ხოცავ დაახლოებით ეგეთი რაღაცაა ჩავრნილ ყავება ისე როგორ აი დიალოგები სხვადასხვა უფრო დაწეული არის თუ მე მეჩვენება ანუ ხმა თითქოს არ მესმისავით ამ დიალოგების ეს დანა ხო დანა ალბათ დამჭირდება სტელთისთვის მაგრამ მე ახლა მაგას არ ვაპირებ აქ თუ გავედი ეგრევე დავხოცავ ყველას Yours კლავენ? აი ეს ეგრევე მარტივად ჰაკერივით სპინბოტი მაქვს თითქოს დავხოცე ყველა კაი ეტყობა ძალიან ბევრი ის ძალიან ბევრი ნარკოტიკი შეტანესო რა რასაც მე სუნთქავდი წეხან სკოლაში აქ რომ მოეთრია თუ სიმბოლო აქვს რაც სემის ხონდაო ჭუჭყი ქვია მგონი ამ სიმბოლოსო და დამავწარა თქო მე აუ ის ვაშლები მომწე ხა ეგ და ის მსხლები რაცაა უი რა გაიქნებოდა ხო დააბესო იმ შემთხვევაში თუ აი გონზე მოვიდო და რო არ ეჩხუბაო რა კაი კიდე რამე უნდა ვნახო ხა თავიც ვარემ სხვადასხვაის რა მოინტერესებს ესენი ხა შავკანინებს ებრძვიან მარტო როგორც KKK იყო ადრე თუ სხვა ანუ თეთრებსაც ებრძვიან დავიჯერო არ ვიცი იმიტომ რომ ყველა ხა აქ ვინც იყო თეთრკანიანი ანუ ესენი და იქ არ მახსოვს იმ სახლში შავკანიანი იყო ის ტიპი ვისაც კლავდნენ თუ თეთრკანიანი იყო მე მგონი შავკანიანი იყო ისიც კაი ვაშლი რა თქმა ხა თუ ჭამას არ უპირებ გადააგდე მაშინ კაი ეს რა არის ანაზი არის აქ რაღაცა დაწერილი ჯერ არ მოგვინათლიაო ჩვენო ანაო უნდა დავაბრუნოთ უკან და უნდა დავასრულოთ ჩვენი ცერემონიაო ჩვენს ანუ ამ კლანს რაღაცა არ აქვს მომავალი მის გარეშეო და იპოვეთ ეხლავე ისო აი ეს არის როგორც ჩანს იმის მოკლის რაღაცა ცერემონია თუ სწორად გავიგე ახლა აქ რა წერია ესე იგი ეისა ამონაჭრიან ნაკვეთები ახლა ჩვენ დავინახეთ ანუ ეს რაღაცა ჭუჭხს რო ეძახიან ეგო ჩვენს ცუდ რაღაცებს ანუ ბოროტებას და ასე შემდეგ რაც ვაკეთებთო ვითომ ანუ გვინანიებსო რა ყველასო ხო რაღაცა კულტი არის ერთ სიტყვით თუმცა ეხა ეს სახელმწიფო მისია არის გავიგებთ იმას თუ რა კულტი არის და რა ხდება რას აკეთებენ რა უნდა თანასგან და ასე შემდეგ ლინკოლნი აქ ვაფშე რა შოში არის ეგეც არ ვიცი მაგრამ მაინც
ეს ან ჩვენიანებია? არა, ჩვენიანები არა. ნუ კომპანია ხა შეიძლება ნიშნავს ორ რაღაცას, ერთი რომ ჩვენიანები არიან, მეორე რომ არ არიან ჩვენიანები. ზოგადად ხო არ გინდათ რომ Fortnite-იც გადავიღო. მე პირადად ხა აუ მე გადავები აქ არ უნდა ჩამოსულიყავი, მეგონა ტყილა მოვედი. პრინციპში ჩამოვარდი, მაგრამ მაინც. ხო, ანუ მე რაც გეუბნებოდი თავიდან რომ ვითამაშე Fortnite იყო Simpsons-ებზე. და Simpsons-ების ეგ აპდეიტი აი საშინლად არ მომეწონა. ეხლა კიდე ისეთი რაღაცა იდიოტები დაამატეს, რომ სიმართლე რომ გითხრათ არც ეგ არ მომწონს დიდად, მაგრამ მაინც. აი აქ უნდა შევსულიყავი. უკან დავბრუნდი. გასაგებია. უნდა გავიქცე ხა აქედან. მაგრამ რატო აი ვინმე ხო არ არის მანდო ეს პირადული სივრცე არისო? აქ ვერა wanted ვერაფერს. კაი, როგორც თქვენ ხედავთ ახლა ისე ვარ მეც. უბრალოდ ვერაფერს ვერ ხედავ. ეს ერთი. ეს ორი. ხო, თესკანიანები არიან ყველა. დავიჯერო შავკანიანებს ხოცავენ ან რაღაც ეგრე? ცოცხალია მგონი. არა. კიდევ ვინმე? ვეარა. აუ. შოტგანს არ ველოდი. სო. ეხა უკვე არ მგონია მე რომ იყოს აჩენილი. იმიტომ რომ სამანქანაში ამდენი ვერ შეეტევდა. კიდე მოდიან. მოიცი. ერთი წამი ცოტა ფოკუსი მჭირდება ეხა მე აქ. გადი ხალო იგეთ. გადი ხალო გოხნაშიო ნათქვამი ხო არის? ხო და რა გინდა აქ? აი ამის მერე თუ კიდე რაღაც ახალი კლანი იქნება დამატებული, აი მე მართლა ვარ გავიგებ უკვე რა ხდება ვინსადა და ვისი ვისაში არის. აი ეს მარტივად და უხეშად რო თქვა. იმიტომ რომ ძალიან ბევრი არის უკვე, აი მართლა ძალიან ბევრი კლანები არის. ხო არ წავიდე ვაფშე და დავიკიდო ესენი. ანუ ეგეც შემიძლო, მაგრამ მოკლა და მარტო იმიტომ რომ ფულს ავიღებ და შეიძლება კიდე გამოცდილება და რაღაცას მომემატო. იმიტომ რომ ეს თამაში ხო არ არის რეალურად RPG, მაგრამ მაინც ისე იქცევა თითქოს RPG იყოს. ეს არის Chevrolet-ის ძრავი. ხო, Chevrolet-ის არის 8 ცილინდრიანი. 5 და 5 მე მგონი 5 არა 5 და 7 არ იქნება ეს. აი ამით ვხვდები რომ Chevrolet-ის არის. შეიძლება ვწდებოდი, მაგრამ ან 6 და 2 არის. ან კიდე რომელიც ძრავები აქვს Chevrolet-ის. Big Blocks ეძახიან მე მგონი ეგა. რა მნიშვნელობა აქვს. კაი, წავით ახლა ჩვენ. წავით აქედან და ნახოთ ახლა სადღა წავალთ. ან თუ საერთოდ გავიგეთ რამე. ამ უკდარ ხალხზე გადავლას ხოდა შორის რეალობა, ანუ რეალური იყო ცოტა. ისე რაღაცნაირად გადავუვალე მაგათ. კიდე საერთოდ უნდა წავიდე კაცო, რაღაცა დარჩაო კიდე ერთიო. ეს. კაი, წავით. ჯანდაბას რა გაეწყობა. იმდენჯერ დავამტვრიე მანქანა გზაში, რომ აი მეც კიდე გამოაჩინე ძრავი. მე მგონი ამასაც Chevrolet-ის ძრავი აქვს. შეიძლება ვწდებოდე საერთოდ Mustang-ის იყოს ადრე რომ რაღაცა 5 და 0-ები იყო. შეიძლება ეგ არის. მაგრამ მე უფრო მგონია რომ Chevrolet-ის ძრავი არის. დოჯებსაც რა შეიძლება Charger-ებს, ძალიან ძველებს. მაგის ძრავი მართლა არ ვიცი როგორი იყო. მაგრამ ესეთი რო არ იყო ეგ ვიცი. და თქვენ თუ როგორ მანქანებში მაშინ დამწერთ კომენტარებში და გავიგოთ თუ რომელი ძრავი არის ეს ახლა მანქანაში აცდებს. ზუსტად ახლა Chevrolet-ს თქმა უნდა ვერ დააწერდნენ, იმიტომ რომ მე ლიცენზია და კიდე რაღაცეები ხოვდებით ახლა თქვენ ძალიან პრობლემები ექნებოდათ ძალიან ბევრი და მაგიტომაც თქმა უნდა არ აწერდნენ ახლა პირდაპირ ეგრე. აი ეს არის ახლა Charger-ი. ეს არის ძველი Charger-ი. მამაში დარწმუნებული ვარ. ხო, უბრალოდ გადაკეთებულია ცოტა. მაგრამ უკანა დიზაინი როგორიც არის და კიდე შავი რო აქვს, ანუ სხვა ფერი რო აქვს ზედათავი,
chargers მაგვანებს ძალიან. ეს მართლა არ ვიცი რა მანქანა, ეს რაღაცა Opel-ს გავს, Opel კი არა კაცო, Jiguli. რაღაც ძველი საბჭოთა მანქანა. კორვეტები რო არის კიდე, ეგეც დავინახეთ ხან, ეგეც ძალიან მაგარი არის, მაგრამ გადაკეთებული ეგეც ისე რომ ვითომ კორვეტს არ გავს. აქედან ფეხიდან წავიდა. არ უნდა მეჭამა მე მგონი ეს ხადა. ხა ძალიან ვიხჩვევისავით. საკუთარი თავი დაწოდა თავისიანი ასევე. მოდი ეგრევე გავუროშოთ, ხა ერთი კაცი არის ბარემ და არ მგონია რომ ეს პრობლემას უქმნიდეს. თან რამდენიც არ უნდა გაარტყა ესენი მაინც არ კვდებიან. თუ თავში არ მოარტყი, არ კვდებიან და აზრი არ აქვს. მაგიდა ჯობია რომ მგონი გავუროშო ეს ხოლმე ხანდახან. ამის დღეებს დავზოგავ, მაინც რაღაცა ბოსი არ იყოს ან რაღაც ეგეთი მსგავსი და ფიზიოლოგიურად წავალ ჯობს. კაი, ვინ არის აბა აქ? გავარკვით ახლა მალე. შედი ჰარლის სასახლეში. ჰარლი ხო ის ქალი არის, ვინც ამათ გადმობირებაზე ესე ვთქვათ ჩალიჩობს. ის სხვადასხვის რავი, ფიქრობდი რომ კაი სახლია და კარგ ადგილზე არის აშენებული თქო, მაგრამ მე კიდე დავფიქრდი რა ვიცი, ამ ხელასახლი. ზოგადად ამ ხელასახლები არ მოწონს რა არსად, აი რაც არ უნდა იყოს, ესეც სახლში პირადად მე ვერ ვიცხოვრობდი. კი, ლამაზი არის გარედან და ყველაფერი, მაგრამ თუ აი არ აკავს რაღაც 1-20 ოჯახის წევრი, ესეც სახლში როგორ უნდა იცხოვრო, როცა სამი სული ხართ, ესე რო ვთქვათ. მე არ წარმოვიდგენია პირადად, იმიტომ რომ აი ძალიან დიდი არის. და მე კიდე ესეც სახლში რომ ვიღაც როცა სამი სული ხარ სახლში და ვიღაცა შემოიპაროს, პროსტა ვერ გაიგებ. ანუ შეიძლება ვიღაცა შემოიპაროს შენ სახლში, იმან იცხოვროს ამ წლები და ვერ მიხვდები რომ იქ ვიღაცა ცხოვრობს შენთან. ამიტომ არ მოწონს ეს რაღაც სახლები რა. ნუ ამ მომენტში ახლა არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ მე არ ვცხოვრობ საბედნიეროდ ამ სახლში, მაგრამ მაინც. ეს ვაზიო რა, ესე არ უნდა იზრდებოდეს ეს წესი თუ აქო. მოვიდა ისო. ვიციო ამაზე რაღაც ინფორმაციაო, ჰალისო მიცესო, ხალხის დახოცვის გამოთ რაღაცა. ერთხელ ვისვენებ და აი რატომღაც როგორც კი ავდექი ეგრევე თავის ტკივილი დამეწყო და იმედია რომ ეხა ეს თავის ტკივილი საღამომდე არ გამიგრძელდება. ჩემ კატას კიდე ისე ძინავს ეხა იქ, რომ შურს მეც. ვიღაცის უნიფორმა არისო და ნაგავში უნდა იყოსო ეგო წესით. ძალიან დაბალზე ისმის ამათი ხმა და რატო არის ისე არ ვიცი. ეტყობა რაღაცა შევცვალე ან შეიძლება რავი, რო ვკეცავ თამაშს, მაშინ იცის ხოლმე. კაი, ეგენი შემოწებული მოქვს უკვე როგორ შენ საკეთნო წავიდე ხა სადმე რა აქ. ამასაც აიკითხოს, მაგრამ რა უშავს წავიკითხოთ მაინც. კაი, როგორ შენს ხა აქ შვილი უგზავნოს დიდას რაღაცა წერილს და ეუბნება რომ დრო დაგვიდგაო ძალიან ცუდიო, კიო ეხა ყველა ჯანმრთელი ვართო, მაგრამ მოულოდნელი გარდაცვალების მერე ამ ჰარლისიო უბრალოდ უკვე ფინანსები აღარ დაგვჩაო და გვიწევს რომ სახლიც გავყიდოთო. ანუ ალბათ ამ სახლზე არის ლაბარაკი. ხო და არ ვიცი თუ ჯერ რომ სად ვიქნებითო და როგორ ვიქნებითო, მაგრამ მოკლედ ამ სახლს ყიდიან რა ესე ვთქვათ. შეიძლება გაყიდულიც იყო უკვე. და მე მოვიდა ეს ქალი. ანუ ის ქალი ესე იგი ჰალი არ ყოფილა, სხვა სახელი ექვია ალბათ იმას. რთული აქვს დამახსოვრება ამ სახელების, ამიტომაც მაგაზე ხან უშემედავებით. აქედან ამოვედი მე თუ იქიდან შემოვედი. გონი აქედან არ ამოვსულ ვარ. იმიტომ რომ პიანინო არ იყო იქ. აი. ხო რაღაცა დამატებითი მისიასავით არის რა, თითქოს ჰორორი არის. ეს ჩემიანი მეგონა. ჩემი რატომ მეგონა, არ ვიცი ხა ამ სახლში, მაგრამ მაინც რაღაცნაირად ვიფიქრე რომ რაღაც თავიდან არ მესროლა, მეთქი არც მესროლის თქო. აი, აქ არაფერი არა. მოდი არ მინდა ეს UV რაღაც განათება, იმიტომ რომ უფრო თვალებს მჭრის ვიდრე მეხმარება რამეში. იქეთ არაფერი არ არის. აქეთ კიდევ რაღაცა ქალი იქნება ახლა ალბათ, ან არა.
ეხა ეს ვინ არის დემონია ვიღაცა? ჯანდაბო ეს რა არის? General Halsey აგერ არის. ეხა ვიღაცა დასპაუნდება აქ რა თქმა უნდა. კაი, ესე იგი The Wellborns რაღაც ესეთი სახელწოდება არის ალბათ ამათი დაჯგუფების, რომელიც არის ხალხი, ვინც ამ ეს Ensaglantes მართავს, ანუ ამათი ლიდერები არიან ესე რომ ვთქვათ. ესე იგი, თქვენი თავისუფლება არის იმაში, რომ მე მემსახუროთ და თუ თქვენ საკუთარ თავს თვლით, რომ გქონდეთ ეგეთი რაღაცა მარკაო, მაშინ უნდა გაიგეთოთ ეგ მარკაო და მემსახუროთ მე იმისათვის, რომ გათავისუფლდეთო. კაი, ფოტო გადავუღოთ ეხლა ამას უცებ. რაღაცა სამრქიანი ძიმონი. ხო, მაგათი სიმბოლოა, მაგათი. ეს რა არის? ის გამოწეული რა აქვს? მე ხა კი ვიცი რა, რასაც ვფიქრობ, მე მგონი იცით თქვენც. მაგრამ არ ვიტყვი. კაი, გავით ხა აქედან. გამოძიებით კი გამოვიძიეთ, მაგრამ აი თავად მიზანი რა იყო ხა ამისი? ანუ ჩვენ ხო ამას მაინც ვერ უზამთ ვერაფერს. კიდე შეგიძლია უნდა ჩავიდე კაცო? მოიცა. აი პირველ ბიურზენის სულად თავი. რო აი NPC მოკვალ თამაში. იმიტომ რომ რაღაცა ოჯახივით იყო რა და არ მინდოდა ეხლა მათი მოკლა, მაგრამ სხვა გზა ფიზიკურად არ მქონდა. ეხლა იქ ფეხით მე მშველი არა ვარ ნამდვილად. მაგრამ თეთრი კაცი და შავკანიანი ცოლი რა ვიცი მაინც. უცნაური არის. კაი. აი მე იცი რა მაინტერესებს, აი რომელი დეველოპერი ადგა და გადაწყვიტა ეგეთი რაღაცა, რომ Anna's gotten herself mixed up with a mess of fucked up assholes. Harlots, symbols, ceremonies. Those people calling themselves family. Bonnie and her people, they're working towards something. How the fuck does Anna play into it? მოკლედ ძალიან ვიღაცა ნაბიჯობთან ამოყო ანამ თავიო და ანუ როგორ მივიდაო საერთოდ მაგ General Halsey-სანო და ამგვენთან ანუ მაგენთან რასაკეთებს საერთოდ არ ვიციო, მაგრამ მოკლედ უნდა მოუკლავ ეგენი ყველაო რა უნდა გავანადგურო ეგენი. კარგად ხარ? Got a heavy dose of some drug those motherfuckers burn at their rituals. ძალიან ბევრი შევისუნთქეო ეგ ნარკოტიკიო და თავი გასვდა. ხო გითხარი? ხო გითხარი რომ Sky. ხო გითხარი რომ ზეცას უფრთხილიო. მოიცა ზეცა ქვია მაგასო? Sky falls mind descends. Sky falls mind descends eyes open. I said it. ხო, ესე იგი ზეცაო ქვემოთ ვარდებაო, მგონება კიდე ზემოთ მინდისო. ხო გითხარიო? პრინციპში როგორ ქვია მეტაფორულად თუ რაღაც ეგრე რა. იმიტომ რომ მართლა ეგრე არის, თითქოს აი როცა ნარკოტიკი შეიგრძნო ამ კაცმა, ზეცა ქვემოთ ჩამოვიდა, თავი კიდე რაღაცა ზემოთ წავიდა. გითხარი, მაგრამ შენ არ მომისმინეო? არასოდეს არ მისმენს ვერავინო. Bonnie Bonnie ნახეო, Bonnie Blue. მოიცა ნახე? That shit crazy, dangerous as hell. გაგიჟიაო ეგო და საშიშია. როცა წავედი მაქედან, მაგათი სამი ცერემონიის ადგილი ნახე. ეძახიან სიბნელის ადგილებსო. ტკივილი, სიკვდილი და ტრაგედია. Like Sammy's. Like Sammy's. სემის ადგილივით არისო, ეგ ადგილი რა ცუდია. ეს ადგილები არის იმისი, რასაც მეც რაო? The Mardi Gras warehouse carried the symbol of the filth. ესე იგი Mardi Gras-ის საწყობი იყო ჭუჭყის სიმბოლო. Now the abandoned school is the one that hooked my interest. მიტოვებული სკოლა იყო ჩემი ინტერესის საბაბი. ისეთი მარკა აქვს როგორც შენო და ლოსოს ეძახიან მაგასო. ხო. დალოცვილი ზეცაშიავო. ბონის უყვარს დალოცვილები. ნუ ამან თქვა ეხა რომ მონებიო ზოგადად ეგრე დამარყულები იყვნენ რაღაცეებით თავისი პატრონების მიერ. Maybe she's the blessed and she marked Anna as her property. შეიძლება თავად ანა არის ესეთი ტიპიო? კი არა და მე მგონი ბონიო, ვინცო ანა მონიშნავ რა თავის საბაბათო ან თავის რაღაცა თავის მონად.
თქვი ეხა ამოღებდე. Who's Sammy? ლინკოლ ვინაა სემი? He was ის his. და არის მამაჩემი. Took me in when I had nothing. მიშვილა როცა არაფერი და არავინ მყავდაო. მოკვდა? Yeah. ხო, I'm sorry. ბოდიში. Me too, man. მეც ანა მეც. Me too. Lincoln, ლინკოლ, look at this ამ სიმბოლოს შეხედე. symbol. I seen it over at the Opera House. Place been ოპერას სახლში მინახავს ეს რამდენიმეჯერ. about 60 years. There was a fire there, right? 60 წელი ვხედავდიო? black folks got tired of being lynched, so they waited until the city's most powerful whites were all inside, and then they set fire to the place. ზანგებიო გამწარდნენ რა და როცა თესკარენები იყვნენ რომ შიგნით შესულიო ყველაო რა მდიდრებიო Maybe it was more than that. შავკანერება ამოწესო 100-მდე კაცია. Near as I can tell, იქნება the მაგაზე Al მეტი იყო. Sanglante have three aspects. The blessed, the well-borns, rich white assholes, დალოცვილები, ველბორნები, ანუ დიდრები და black ჭუჭყი. folk. ნახე ადგილებიც ხო ეგრე იყო დაყოფილი. ესე იგი ჭუჭყი არის დაბალი ფენის ხალხი, ანუ ამ ბლესედში, ანუ ვინც არიან ეს ტიპები. მერე იყო ველბორნები კი არა. მერე მეორე იყო მოკლედ ეს სკოლა და ბოლოს იყო უფრო დიდრები ეს ველბორნები. So maybe what happened Რაღაც at the Opera დაყოფის House ავით that არის. night was the filth trying to knock off the well-borns. აჰა, ესე იგი იქნება რაც მოხდაო მაგ ოპერა სახლშიო, შეიძლება იყო ის რომ ეს ჭუჭყი ვინც არის, ანუ პირველი ფენაო, ეგენიო კლაუდნენო უფრო მაღალ ფენასო. But all they managed to do was push them into the bayou for a few decades. მაგრამ რაც გააკეთეს არის ის რომ პირიქით ანუ Did Bonnie ever take you to the Opera House? კალაკარეთ გაიყვანესო რა ეგენი კი არ მოკლესო. ოპერა ჰაუსში ხარ წაუყვანი ხო რა ბონესო? House. The blessed. ბლესედი მეორე ფენა. But you don't understand. შენ არ გესმის. You don't understand. You don't see with your eyes. შენ Both the ვერ flesh ხედავ and შენი თვალებით. Flesh, it consumes. It doesn't give. Hey, it's okay. Anna, it's კანი okay. მარტო ჭამს და არ გასვლის უკანო. აი დამშვიდიო ხა დამშვიდიო. I need to find out if the Opera House is involved in all this. ოპერაშენ წავიდეო ეგო რამეში არის თუ არა არაგარეულიო. Don't take it lightly. ესეთი They Lincoln. ესეთი ეშმაკობა არ მიიღო რა ესე კარგადო. არ წახვიდეო. It's a bad place. ცუდი ადგილია ეგ ძალიან. I can handle it. არა უშს მიხედავ. No, არა ვერ იზამ. no, you can't. რას ქვია ვერ ვიზამ. ერთი ამას უყურე. ამდენი რამე თუ გამოვიარე ხა და ამან თუ შემოჩერა, მაშინ არ ყოფილა საშველი. ხო და თუ აღარაა საშველი გამოიძახე მაშველი. კაი, გავაფრინე ხა მე. წავედი ქვემო ჯობია. მანქანაში ჩავჯდები, რომელიც მე მგონი მოყარული მყავს და არა, ჩემ თუ ესაა ის რომ მოვიყარე. ესა ხო. მოკლედ, საინტერესო იყო სხვადასხვა ახლა ვერ ვიტყვი რომ თლად ცუდი იყო. ალბათ უკვე მეორე ამ ვიდეოს მე უკვე ამას დავამთავრებ და აღარ გვექნება უკვე ეს გასავლელი და მე უკვე გავაკეთებ ალბათ ამ მისიას. მე მოკლედ ნახავ რა მე მაგას. მაგრამ ამჯერად საინტერესო იყო საკმაოდ იმედია რომ ვიდეო მოგეწონათ და ალაიქეთ გამოიწერეთ არხი ჩვენ უკვე ერთმანეთს შევხვდებით შენო ვიდეოში და დროებით.